ფრანგულ ქართულ სამედიცინო ცენტრ კახეთი იონში უკვე 12 წელია, რაც ჰემოდიალიზის განყოფილება ფუნქციონირებს, სადაც დიაბეტითა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების მეხუთე სტადიის მქონე პაციენტთა მკურნალობა ადგილზე ხდება. განყოფილების გამგის ეკა ბერუკაშვილის განმარტებით თირკმელ ჩანაცვლებითი თერაპიის უფასო სერვისით დღეისათვის 95 ბენეფიციარი სარგებლობს. თანამედროვე ევროპული სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო აპარატურა კი შესაძლებლობას იძლევა, რომ დაავადებულ პაციენტებს სისხლის ფილტრაციასთან ერთად ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის პროცედურები ჩაუტარდეთ. ჩვენი განყოფილება გაიხსნა 2012 წლის სექტემბერში. თავიდან დავიწყეთ 9 პაციენტით. ამ ეტაპზე ყავს 95 პაციენტი. იყო პაციენტების უფრო მეტი რაოდენობაც, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არის სახელმწიფო პროგრამა. გასული წლიდან უფრო მეტად ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო პაციენტებისათვის ეს სერვისი სხვადასხვა რაიონში, კერძოდ ჩვენს რეგიონში, კახეთის რეგიონში, სიღნაღის რაიონში და ყვარლის რაიონში, ასევე თელავის რაიონში არსებობს ჰემოდიალიზის განყოფილებები და პაციენტებისათვის უფრო ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო შესაბამისი რაიონში მაცხოვრებელი პაციენტები ტერიტორიული პრინციპით დადიან თავის რაიონში. ჩვენ ამ ეტაპზე ყავს 95 პაციენტი. ეს არის ჰემოდიალიზის განყოფილება, რომელიც ემსახურება თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადიის მქონე პაციენტებს. ეს არის თირკმელ ჩანაცვლებითი თერაპია, ანუ ამ პაციენტებთან ვისთანაც თირკმელი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რასაც უნდა ასრულებდეს, ჩვენ ვეხმარებით მათ, ასე ვთქვათ, სისხლის ფილტრაციაში და იმავნე ნივთიერებების გამოდევნაში, რაც არ უნდა რჩებოდეს ორგანიზმში და სამწუხაროდ ამ პაციენტებთან, რადგან თირკმელები ვერ ფუნქციონირებს კარგად, ეს ნივთიერებები ორგანიზმში რჩება, რომ არა ჩვენი განყოფილება ფაქტურად ამ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ჰემოდიალიზის გარეშე. ეს არის სახელმწიფო პროგრამა, პაციენტი აღნიშნულ პროცედურას აბსოლუტურად უსასყიდლოდ იტარებს.